მომზადებით ღვიძლის მეტასტაზის აბლაციისთვის კატეგორიის ქვეშ მოლეკულური ვიზუალიზაცია არ გვაქვს კარგი, ამდენად ეხოსკოპია ამ შემთხვევაში ვერ გვეხმარება ნემსის შეტანისთვის, ამიტომ სრულიად კომპიუტერული ტომოგრაფიის ქვეშ მოგვიწევს სიმსივნის პოვნა, მისი მცირე ზომიდან გამომდინარე და მისი აბლაცია. ეს არის, ახლა ნახოთ ვაკონტრასტებთ პაციენტს, რომ სიმსივნე ვიპოვოთ ზუსტად. ახლა უკვე ვიწყებთ თვითონ პროცედურას, ვემზადებით იმისთვის, რომ დაადინოს პაციენტი, რომ დისკომფორტი ტკივილი არ იგნოს და პაციენტისთვის არ უმკივნეულოდ ჩაიაროს ამ პროცედურამ. ახლა ვაკეთებთ კოაგულაციურ აბლაციას, რომ აი პროცედურის მერე სისხლის დენა არ იქნას. მადლობა გოგოებო, ბიჭებო, ყველას. ღვიძლის სიმსივნეების ეპიდემიოლოგია საქართველოში საკმაოდ მძაფრად დგას, განსაკუთრებით პირველადი სიმსივნეები, რომლებიც ასოცირებული არის ვირუსულ ჰეპატიტებთან, უფრო ხშირად C და B ჰეპატიტთან და ასევე ღვიძლის მეტასტაზური დაზიანებები. ზოგადი ონკოლოგიური თვალსაზრისით სიმსივნეების მკურნალობის რამოდენიმე მეთოდი არსებობს. სისტემური, ანუ ესე ვთქვათ, ქიმიოთერაპია, იმუნოთერაპია, ტარგეტული თერაპია და შესაბამისად სხეული თერაპია ზოგიერთ შემთხვევაში, ასევე ქირურგიული ჩარევები, რაც მოიცავს ღვიძლის გადანერგვას, ღვიძლის რეზექციას, აბლაციას, თერმულ კრიოაბლაციას და ღვიძლის ქემოემბოლიზაციას. ჩვენს კლინიკაში ჰელსინკორში ღვიძლის რეზექცია, როგორც ლაპარასკოპული, ისე ტრადიციული ქირურგია, თერმული აბლაცია, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მიკროტალღური აბლაცია, რომლის უპირატესობა რადიოტალღურ აბლაციასთან შედარებით უკვე ყველას მიერ არის აღიარებული, როგორც კომპიუტერული ტომოგრაფიის კონტროლით, ეხოლოგიური კონტროლით, როგორც ღია ქირურგიის, ესევე ლაპარასკოპული ქირურგიის მეთოდით არის შესაძლებელი ჩატარდეს. პაციენტს აქვს სრული არჩევანის საშუალება ამ მეთოდებს შორის. დიდი სიმსივნეა მარჯვენა წელია მთლიანად და მარჯვენა არტერიას მიაქვს ორ ტოტად. სულ მთელი მარჯვენა ხო, იმიტომ დიდი სიმსივნეა. ქემოემბოლიზაცია გამოიყენება უპირატესად არა საბოლოო, როგორც საბოლოო მკურნალობის მეთოდი, არამედ როგორც ეგრეთ წოდებული ხიდი ტრანსპლანტაციისთვის, ქირურგიული რეზექციისთვის ან თერმული აბლაციისთვის. რაც შეეხება ქემოემბოლიზაციას, ტრანსარტერიულად ხდება ქიმიური აგენტის და ემბოლების, ანუ ეგრეთ წოდებული სისხლძარღვის დამახშობელი ელემენტების შეყვანა სიმსივნესთან, რათა მოხდეს ქიმიოთერაპიული აგენტის ადგილობრივი ზემოქმედება და პლუს სიმსივნისთვის კვების მოშლა. დიდი ზომის ჰემანგიომებს მკურნალობთ ერთ ეტაპად, ჯერ პირველ ეტაპად ემბოლიზაციის დროს, შემდგომ არ მოხდეს მეორე ეტაპზე მისი გახეთქვა სისხლდენა, სერიოზული სისხლდენა პაციენტის უსაფრთხოებიდან გამომდინარე პირველ რიგში ვაკეთებთ დიდი ზომის ჰემანგიომის ემბოლიზაციას, მეორე ეტაპად ვაკეთებთ აბლაციას. საშუალო ზომის ჰემანგიომებზე მიკროტალღური აბლაციის ეფექტი საკმაოდ კარგი, დამაჯერებელი და პრაქტიკულად ჰემანგიომის მოცილების წოლფასია. ყველა ეს მანიპულაციები და მკურნალობა იგეგმება მულტიდისციპლინარული გუნდის მიერ და სრულდება მაღალკვალიფიციური ექიმების მიერ.